ბატონ ვალერი, რიტორიკა შერბილდა, ეკონომიკური საკითხები ლაგდება. თქვენ საუბრობთ იმაზე, რომ ნატოზე და ევროკავშირზე საქართველოს უარი უნდა თქვას. თუ ეს ესე მოხდა და უარი ვთქვით ნატოსა და ევროკავშირზე, უფრო გაგვაბედინებს რუსეთი? ხელისუფლების მხრიდან ეს ნაბიჯები არის აუცილებელი, მაგრამ სიტუაციის გადასაჭრელად არასაკმარისი. რუსეთი რას გაგვაბედინებს, მე დანამდვილებით ვერ ვიტყვი, მაგრამ ჩვენ უნდა მოვთხოვოთ რუსეთს ის რისის გაკეთებაც ვალდებულება მას გაუჩნდება, მას შემდეგ რაც მასთან ერთად ვიქნებით სამხედრო პოლიტიკურ გაერთიანებაში. რუსეთს ამის სურვილი ზოგადად აქვს, მაგრამ მან ამ წუთას არ იცის როგორ გადაწყვიტოს აფხაზეთისა და ცხინვალის საკითხი. თუ ჩვენ ვიქნებით და ვიაქტიურებთ და ჩვენი სწრაფა ექნება სამხედრო პოლიტიკური ერთობისაკენ რუსეთთან, მაშინ რუსეთის მოკავშირეს უარს ვერ ეტყვის ისეთი საკითხების გადაწყვეტაზე, როგორიც არის თქვა აფხაზეთის რთული საკითხები აფხაზეთისა და ცხინვალის. ამიტომ ჩვენ აი ესე ვაყენებთ საკითხს. ეხლა 100%-იანი შედეგი რა დადგება ამისი, ამას ვერავინ ვერ იტყვის, მაგრამ ანალიზი მიგვანიშნებს იქეთკენ, რომ ჩვენ პირიქით ნაბიჯი უნდა გადავდგათ. არის საერთოდ, როდესაც სადღაც სხვაგანი წევი, ვექტორები სხვა მიმართულებითაა და საკითხი არ წყდება, მაშინ ეს ვექტორები უნდა შეცვალოს აპირისპირო მიმართულებით და შესაძლებელია საკითხი გადაწყვეტოს. ჩვენ სწორედ ამ ჭრილში ვაყენებთ საკითხს. არ წყდება საკითხი ჩვენი სწრაფით ნატოსა და ევროკავშირისაკენ და ვერც იქ შევდივართ და ვერც საკითხს ვერ წყვეტ, მაშინ დავიწყოთ საპირისპირო მიმართულებით მოძრაობა და იქნებ ამან მოგწეს საკითხის გადაწყვეტის საშუალება. მით უმეტეს თეორიულად რო განვიხილოთ ეს ორი მომენტი, ეს ორი ვექტორი, სწრაფვა ნატოსკენ და ევროკავშირისაკენ, სწრაფვა რუსეთისაკენ, თეორიული შანსები მხოლოდ და მხოლოდ რუსეთისაკენ სწრაფვის მიმართულებაში არის ამ საკითხის გადაწყვეტის თეორიული და მე პრაქტიკულად როგორ განხორციელდება ეს უკვე